მოგესალმებით ვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით. 4 ოქტომბრის შემდგომ საქართველოს შეიცვალა, ვერ გეტყვით ახლა უკეთესობისკენ, უარესობისკენ, ეს თქვენ თვითონ განსაჯეთ, ფაქტი ერთია, რომ ქვეყანას არიდებული იქნა სახელმწიფო გადატრიალება, რომელიც იგეგმებოდა. ყველაზე უფრო სამწუხარო ის არის, რომ ჩვენს ქვეყანაში გარკვეული დასკვნების გაკეთება აი ამ სიტუაციიდან, რაც ხდება ჩვენი ქვეყნის ირგვლივ, ვერადავერ ისწავლეს. მე მახსოვს, რომ დონალდ ტრამპი, როდესაც მოვიდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად, საქართველოში იმ წუთასვე გაჩნდა ესეთი ილუზიები, რომ ტრამპი ყველაფერს დაარეგულირებს, ევროპას თავის ადგილზე დასვამს, უკრაინაში ომს დაასრულებს და ჩვენშიც იყო განცხადებები გახსოვთ, რომ ყველაფერი დამთავრდება, უკრაინაში ომი დასრულდება და ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინაში ომი არათუ სრულდება, არამედ უფრო მძაფრდება. Ეხლა ახალი типის იარაღის მიწოდებაზე მიიღო გადაწყვეტილება Дональд Трампმა. Президент США после нескольких дней затишья, связанного с передачей Украине американских крылатых ракет «Томагавк», сегодня прокомментировал указанную ситуацию. Трамп сообщил, что он в определенной степени уже принял решение на этот счет, но хотел бы понять, как украинская сторона их намеревается использовать. Трамп пояснил удивленным репортерам, что он, видите ли, не хотел бы видеть эскалацию в украинском конфликте из-за американских ракет. Глава Белого дома сообщил, что намерен задать несколько вопросов на этот счет Зеленскому, чтобы выяснить, куда они, украинцы, направят томагавки. Один из журналистов попытался было прояснить ситуацию, отметив, что томагавки имеют дальность полета почти в 2000 километров и способны долететь до... Однако Трамп оборвал его на полусловие, сообщив, что не хочет об этом слышать. Сегодняшним заявлением Трамп показал Кремлю, что он действительно готов повысить ставки в украинском конфликте и пойти на ракетную эскалацию. Полагаю, что Белый дом взял недельную паузу перед первоначальным заявлением Келлога о передаче Украине дальнобойных ракет и сегодняшним брифингом Трампа, чтобы получить реакцию Москвы и оценить риски принятия указанного решения. Напомню, что позицию Кремля по вопросу поставок Украине американских ракет озвучил лично президент. Он, во-первых, сообщил, что этот шаг Трампа нанесет ущерб двусторонним российско-американским отношениям, он не изменит ход украинского конфликта. Что касается военного ответа, то Путин не стал озвучивать угроз в адрес США, а сообщил, что наши военные будут сбивать томагавки и совершенствовать наши системы ПВО. Этими словами Путин дал понять Трампу, что Россия не боится новой американской ракетной угрозы. Возможно, что Трамп, так и не услышав из Кремля ядерной угрозы в адрес США, решил протестировать российскую ПВО американскими крылатыми ракетами. ეს ის იარაღია, მეგობრებო, რომელიც უკვე საკმაოდ შორს მოქმედებს, ანუ სიღრმეში, რუსეთის სიღრმეში შეუძლია ამ იარაღის გამოყენება და ეს მოსკოვამდე, პეტერბურგამდე, ნებისმიერ ქალაქამდე შეუძლიათ მათ ამ იარაღით დარტყმა მიაყენონ რუსეთს და თქვენ ახლა განსაჯეთ რა ომის დასრულებაზეა საუბარი. თქვენ როგორ ფიქრობთ, აი ახლა ამ 4 ოქტომბრის შემდგომ საქართველოს ვინმე დაანებებს თავს გინა დასავლეთიდან? ბევრი ახლა ლაპარაკობს იმის შესახებ, რომ აი გერმანიაში კრიზისია, საფრანგეთში კრიზისია, გეთანხმებით, კი ბატონო, კრიზისია. მაგრამ დასავლეთმა იმდენი ფული დახარჯა, მილიარდობით დოლარი დახარჯა საქართველოში, რომ ის ასე ხელის მოსმით საქართველოს თავს არ დაანებებს. აქ არის უამრავი ქვეყნის ინტერესები, დიდი ბრიტანეთის, აქ არის ინტერესი ასევე დასავლეთის ქვეყნების და ვიღაცას თუ გონია კრიზისში მყოფი ევროპა საქართველოსთვის ვერ მოიცლის, რომ აქ რაღაცა გარკვეული მცდელობები ქონდეს გადატრიალების, ძალიან ცდებით. ჩვენ ესენი თავს არ დაგვანებებენ. და აქედან გამომდინარე, რახან თავს არ დაგვანებებენ, ჩვენ არ უნდა ვიყოთ ვიღაცის შემყურე, რომ აი დასავლეთი დასუსტა ჩვენთვის ვერ მოიცლის, ამერიკა ჩვენთვის ვერ მოიცლის.
ყველას აქვს აქ ინტერესი, იმიტომ რომ სწორედ აქედან ხდება დიდი პრობლემების შექმნის მცდელობა რუსეთის მიმართულებით. ამიტომაც არის აი ამ აქციებს დააკვირდით როგორი ლოზუნგები აქვს. აი ხელისუფლების საწინააღმდეგო აქცია, ხო? და მაინც აი რუსეთის გინება, პუტინის გინება, აი რა შუაშია თითქოს აქ აი რუსეთი, მაგრამ ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ამით ისინი იმ ქვეყნების ინტერესებს უკვე აქ ამტკიცებენ. ის ქვეყნები აქ იმიტომ იბრძვიან, რომ რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ წავიდნენ და ხდება იმ ფულის მოცემა იმისათვის, რომ ჩვენ რუსეთს პრობლემები შევქმნას. რუსეთის მიმართ იქნას დარტყმები განხორციელებული. და ამიტომაც არის, რომ ყოველთვის არის ანტირუსული განწყობები და ეს სამწუხაროდ ეს ანტირუსული განწყობები არა თუ ნაცებში, არამედ აქითა ფლანგზე შეინიშნება. ჩვენ ხედავთ, რომ რაღაც გარკვეული მოსმენები როა ერთმანეთს აბრალებენ, შენ რუსო, არა შენ რუსო, შენ იქ დაამთავრე, შენ აქ დაამთავრე და ანუ ეს არ თავდება. და ამ დროს რუსეთის თუ შეუძლია რუსეთია მხოლოდ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია საქართველოში განმუხტვა სიტუაციის და აი რაღაცა რო იხჩობი ადამიანი ჭაში რო ხარ ჩავარდნილი და არავით არის საშველი არა გაქვს, ვისაც შეუძლია ერთადერთი ამოგიყვანოს, აი ეს არის სწორედ რუსეთი. და ჩვენ მაინც ვაგინებთ ამ რუსეთს და თან ვამბობთ, რომ არა ვალდებულები არიან ჭიდარ ამოგვიყვანონ ჩვენ, იმიტომ რომ მათი ინტერესია, უნდა დაგვეხმარონ, უნდა დაგვიბრუნონ, უნდა ყველაფერი გაგვიკეთონ. არა, ეს ინტერესი არის მუდამ. და ამ დროს არავინ ვალდებული არ არის. ჩვენ ვხედავთ, რომ ის ქვეყნები, ის დიდი გაერთიანებები, რომლებიც იყო, გაწირული იქნა, იმიტომ რომ პოლიტიკაში ყველაფერი ხდება, გადანაწილდება ხდება ახალი მსოფლიოსი. და ჩვენ კიდევ ვერ ვისწავლეთ, ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა არის ამპარტავნობა და თავკერძობა. ქართველი კაცი იღუპებოდა მხოლოდ იმიტომ, რომ ყველაზე დიდი წარმოდგენა ქონდა თავის თავზე. ფეოდალები ვერ ეგუებოდნენ იმას, რომ ისინი არ ყოფილიყვნენ მოწინავე პოზიციაზე. ყველას მიაჩნდა, რომ ვის უნდა ყოფილიყო მეფე, ყველას მიაჩნდა, რომ ვის უნდა ყოფილიყო პრეზიდენტი და მუდამ ამ ბოღმამ, ამ ღვარძმა, რომელიც იყო წამოსული ამპარტავნული ჩვენი ხასიათიდან, აი ეს მოიტანა. ამპარტავნულმა ბუნებამ, აი ამ თავკერძობამ დაგღუპა ჩვენ და ვერაფრით ეს ვერ მოვიცილეთ. საქართველოში ყველაზე დიდი სენი არის, ქართველების ყველაზე დიდი სენი არის ის, რომ ჩვენ გვაქვს რაღაც ძალიან დიდი წარმოდგენა ჩვენ თავზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენ უნდა ყველა დაგვეხმაროს, ჩვენ ყველამ უნდა ხელი შეგვიწყოს და ჩვენ უნდა ხელზე გვატაროს ყველამ და ესე არ არის, მეგობრებო. და ეს დაამტკიცა ისტორიამ, რომ ჩვენ ერთადერთი ჩვენი მშველელი თავად ჩვენა ვართ, ოღონდ ჩვენ სწორი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. მაგრამ ჩვენ არ გვინდა ამ სწორი გადაწყვეტილების მიერ. ჩვენ გველოდებით ვიღაცას, რომ დასავლეთი დაგვეხმარება, ამერიკა და არავინ არ დაგეხმარება შენ. შენ თავს შენ უნდა დაეხმარო. და ვინც არის შენი დამხმარე, იმასთან არ გინდა ურთიერთობის დამყარება, იმიტომ რომ ეხლა იცით რა არის? ჩვენ ხედავთ, რომ კონფლიქტები და უთანხმოებები მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას აქვს ერთმანეთთან. ერთმანეთს ხოცავდნენ, კლავდნენ, მაგრამ დღეს ერთად არიან. დღეს ჩვენ, როდესაც ვამბობ დასავლეთზე, რომ დასავლეთია ყველაფერი, დასავლეთიდან იშვა ფაშიზმი 1950 წელს და დღესაც ხდება რეანიმირება ყველაფრის და დეჟავიუ შეგრძნება გვაქვს თითქოს, რომ იქიდან ხდება ფაშიზმის წარმოსვა და დაფინანსება და ფაშისტური ელემენტებისა და ჩვენ კიდე დასკვნები ვერაფრით ვერ გამოგვაქვს, ვერ გამოგვაქვს ეს დასკვნები, იმიტომ რომ პრინციპში აქ უცხო ქვეყნის აგენტურაც მოქმედებს და ისინი თავიანთი ქვეყნის ინტერესებს იცავენ და ქართული ეროვნული მსოფლმხედველობის ადამიანები არავინ არ გააკარეს პოლიტიკურ ვერტიკალს. შეიქმნა რაღაცა ყალბი პატრიოტულ კონსერვატიული რაღაცა გაერთიანებები, რომლებიც თითქოს რაღაცა ეროვნული ინტერესებიდან გამოდიან და კარგად ხედავთ და ხვდებით, რომ ვინ ვის ინტერესებს ემსახურება, მეგობრებო. და ვინც ვერ ხედავს კიდე, ძალიან მეწოდება ეს ადამიანები. თუ კიდე ვერ დაინახეთ თქვენ, ვინ ვის თამაშს თამაშობს, ვინ ვისგან ფინანსდება, ვინ ვისით სუნთქავს. ამას თუ თქვენ ვერ ხვდებით კიდე, რაზე არის საერთოდ საუბარი? რაზე არის საერთოდ საუბარი და როდესაც აი ამ პრობლემებზე ჩვენ ვსაუბრობთ, ყოველთვის ერთგული უნდა იყოს შენი იდეალების ადამიანი. ჩვენ პირადად მე, ჩვენი ტელევიზია, პატარა ტელევიზია, ყოველთვის ვართ იდეალების ერთგული და ვამბობთ, რომ საქართველოს გადარჩენა არის რუსეთთან დიალოგში, რუსეთთან ურთიერთობაში.
და ამ იდეას არასდროს არ უღალატებთ, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ როდესაც შენ თურქეთი გიპირებს შეჭმას, როდესაც შენი აქ ყოფი მეზობლები გიპირებენ გადაყლაპვას და მერე შენ ამ მეზობლებს მიმართ გამოხატავ ზუსტად კეთილგანწყობას და იმ მეზობლის მიმართ, რომელმაც ტერიტორიებს შეგანარჩუნებინა, დემოგრაფიული მდგომარეობა გამოგას, მაინც იმათ აგინებთ. და იმათ ვინც წაგართვა, იმაზე თვალს ხუჭავ რა ტერიტორიები ვინც წაგართვა და ვისთანაც ახლა პრობლემები გაქვს, იმაზე ილესავ კბილებს თითქოს რამის გამკეთებელი იყო. ჩვენ ახლა ვხედავთ რომ აი ამ გადატრიალებას, რომელსაც ეს ადამიანები, დასავლეთისკენ მართული ადამიანები უდგნენ სათავეში, მიზნად ჰქონდათ რომ ქვეყანა ჩამოშლილიყო. ყველაზე სასწაული და უცნაური ის არის რომ დასავლეთი მას შემდეგ რაც მისი ყველა დასაყრდენი გაკოტრებული პოლიტიკურად არის და ფაქტობრივად აი რაღაცნაირად დევალვირებულია, ცდილობს რომ ეხა დასაყრდენი იპოვოს ისეთ ადამიანებში, რომლებსაც რაღაცა სახელი გააჩნდა, რომლებსაც რაღაცა სიყვარული ჰქონდათ ქართულ ხალხს მათ მიმართ. ამიტომაც არის ამდენი შოუ ბიზნესის, ამდენი კულტურის, ხელოვნების მოღვაწე ადამიანები. მე აი ჩვენი ქართველი კაცის გუნება ყოველთვის არის მიმტევებლური და ჩვენ მაინც აი გულის სიღრმეში გვენანება ის ადამიანები, რომლებიც აი რაღაცნაირად ჩვენ ადრე სითბოს სიყვარულს ჩუქნიდნენ და შემდგომ აი ესეთ უკეთურ გზაზე დადგეს. პატრიარქიც თვითონ აი ნახეთ, ის ადამიანები, რომლებმაც გული ატკინეს, შეუნდო და შეეცადა რომ ისინი მართალ გზაზე დამდგარიყვნენ, მაგრამ იმათმა ჭკუა ვერ ისწავლეს. მე აი განსაკუთრებით აი გული მწყდება სიმართლე რომ გითხრათ პაატა ბურჭულაძეზე, მაგრამ იმიტომ რომ ამ ადამიანს ჰქონდა ავტორიტეტი საქართველოს, შეეძლო ამ ადამიანს უზრუნველად ცხოვრება, მაგრამ გამოვიდა კაცმა და დაგამხոտო თქვა. გაიქცევია, კერძავლეთ, გაიქცევია. და პირველი ვინც გაიქცევა, იქნება ბიძინეგანიშვილი. სუპირველი და შეიძლება სამშესაღამოს უკვე აღარ იყოს საქართველოში. იმიტომ რომ გძნობენ ესენი, რომ აღარ აქვთ უკვე ხელისუფლება. ცივ იყო წინათ ვარდების რევოლუცია, ეხლა არის დროშების რევოლუცია. მე იქ საჩხუბრად არ მოვდივარ. მაგრამ თუ ერთმა პოლიციელმა მაინც ხელი გაწიადა, არ ვაპატიებს, შევისრუტავთ იმ ყველა პოლიციელს ჩვენში და მე უკვე თავის თავს დაამრავა. სხვათა შორის, ახლა ამასთან დაკავშირებით, აი მის ამ განცხადებებზე ხაინდრავამ თქვა ძალიან მოსწრებულად, რომ კაც და მომეწონა ეს განცხადება, რომ კაც შეეძლო პავაროტისთან გვერდით ყოფილიყო და ბაჩო ახალაიასთან დგომა ისურვა. როგორ არის ბურჭულაძე იმის მერე რაც ჩვენ ნახეთ, მაგრამ ბაჩო ახალაიას ჩმორი რო გახდები, აი ხა ჩვენ ხო უსვინეთ მაგ საუბარს. ერთის ხმაც ვიცი და მეორესი ორივეს კარგად ვიცნობ რა. შენ წარმოიდგინე, ბაჩო ახალაია რო იქნება შენი ხელმძღვანელი, შენი მიმმართველი. ახლა შენ წარმოიდგინე, სანამდე უნდა პავაროტისთან ერთად იდეკი და ახლა ბაჩო ახალაიას ჩმორი გახდი, ხო? ხო, ესა კარგად მომისმინა. მითხარი აბა. მე უჩერ ველაპარაკე. იქ დათუმა საქმალის ბიჭები ვინც არიან რა. ხო. 6 საათი, აი 6 რო გახდება, დავიწყოთ მიდი, გაწევა, გამოწევა, არ შეუძლიათ. ოღონდ აი თან ხილად, იმიტომ ეგრევე არ მაიყვანონ ახლა. ხო, დაგიჩენთ. კი. შეტაკება თავპირისპირად რაც შეიძლება მეტი კედა, ანუ მეტი წერტილში, რომ დიდი ტერიტორია ავიღოთ და დაგნარი მაქსიმალურად. მე უკვე აი ვინ მოკვდება ჩვენიანი პოლიციელები რა აი და რეგიონი. უნდა გორთო. ხო, ეხლა 4-ზე ხო დაიწყეს ხალხი შეკრებას. კი, 4-ზე მზად ვიჩნეთ. იქისთვის უკვე ყველაფერი მზად უნდა იყოს, რომ ათხდეს ეგრევე დეთის ერთი თქმა უნდა და დეთის უნდა დაიწყოს. შენ წამოსვლაზე ხო ყველაფერი მოგიფიქრებია? არა, მე სახელმწიფო ვერ გამოვარდა გრეუსის იმაზეს ყოლა და ეგრე დამიწერეს ემანდელ. თუ იცი რა სიამოვნებით ვიცოდი ბავშვებში არას, ამ დედას მე ესე 2 საათის 2-ზე უკვე ხაზზე უნდა ვიყოთ ყველა რა. კი, 2-დან უკვე კონტაქტზე. მოსკოვიდან შეაზიარიან ძვების პატრონები ვინცა და მაღუთის თემასაც გამოაგზავნიან მაგაზე არ ვიფიქროთ. ტარიელა და სასტავ მოიხოდება, რავი ბიჭებზე თქვეს და ნახოთ მედია აგვარ. ერთიანობაში უკვე რაღაცა უნდა გქნათ თორე. ბოლო გაფართხალება გვაქვს თორე. ეს თუ გადააგორეს
კოცები დედის დადვაჯდებიან ბოლომდ 100%-იანი სისხლი იქნება და ჩათვალე მაგ პროცესს ვეღარაფერი ვერ გააჩერებს. ესით იქნება. აი უმართავი შენი ჩემი ვსო რაგნება აღარ იქნება. აი მასა ჩქოლოკოიცი ეცემა დაატრიანებს. შენ რო გინდოდეს იქ შიგნიდან დააჩერო, შეცებან დააჩერო. აი მოგინახავს ცეცხლი ვაი მაგნაროგის გიზებს და უცებ სალიერ პასტოშიას და აი ეგ ეფექტი ექნება ახი მუთქებს გადაიწლევა მთელი ქალაქი პო***ილდე და ნუ აი ეს არის ყველაზე სასწაული, იმიტომ რომ მე არ ვიცი ადამიანი რომელიც მართლაც აი იყო ის ადამიანი რომელსაც შეეძლო ქართველი ხალხის სიყვარული გაყოლოდა ცხოვრების ბოლომდე აირჩია ჯალათებთან ურთიერთობა. ჯალათებთან ურთიერთობა აირჩია და ნუ აი ეს არის ყველაზე გულდასაწყვეტი რომ დასავლეთი ანადგურებს საქართველოში ყველა იმ ადამიანს ვინც კი რაღაც ავტორიტეტით სარგებლობდა. ავტორიტეტების მსხვერვის პროცესი არის. გამოდიოდნენ ამ აქციაზე მე მახსოვს ხალხი და იმაზე ოცნებობდნენ აი თავად ნაციონალები რომ პაატა ბურჭულაძესთან გვინდა აი ბოლოს ცეკვაო. უბრალოდ დღეს მე მინდოდა მიმემართა როგორც თავადის ქალ ეკატერინე წერეთელს სოფლიო ბანისთვის პაატა ბურჭულაძისთვის რომელიც არის სულისჩამდგმელი აი ყველა პროცესის რაც აქ ხდება. მე მინდოდა მისთვის მეთხოვა და მინდოდა რომ ეს ყოფილიყო ისტორიული კადრი ავანტურა იმაში მდგომარეობს მე მინდოდა რომ მისთვის მეთხოვა რომ მე მინდოდა მასთან ერთად აქ ცეკვა სრულიად ორი ბრუნიც კი საკმარისი იქნებოდა ეს არის მესიჯი მსოფლიოსთვის ნუ აი ამ წერეთლის ქალს რა თქმა უნდა ვერაუხდა ეს სურვილი მაგრამ წარმოსახვაში მაინც ხო აქვს ეს გარკვეული შანსი რომ იცეკვოს პაატა ბურჭულაძესთან ვალსი ბატონი პაატამ და ბევრმა ინტელიგენციის წარმომადგენლებმა დაიღუპეს თავი. და მე არ ვიცი ამ ადამიანს რომელსაც ქონდა საშუალება უამრავ სცენაზე გამოსულიყო არჩია სცენაზე გამოსვლას კამერაში გამოსვლა. და არ ვიცი ახლა იმ კამერაში იმღერებს თუ არა ვაი ვეღარ ხედავ მზეს, იმიტომ რომ კამერიდან არ ვიცი მისი საკნიდან გამოჩნდება თუ არა მზის ამოსვლა და მზის ჩასვლა. ვაი ვეღარ ეს რომ ჩემი გაგიჟების სამწუხაროდ ჩვენ ამ პიროვნებამ სხვათა შორის ჯერ კიდევ მაშინ გვატკინა გული, როდესაც სააკაშვილთან გუნდრუკი არჩია იმ დროს, როდესაც აქ უმოწყალოდ იხვრიტებოდა მიტინგები, აქ უმოწყალოდ იხოცებოდა ადამიანები, ტერიტორიებს კარგავდით. პაატა ბურჭულაძე იყო ის ადამიანი, რომელიც სააკაშვილის ფაქტობრივად მარჯვენა ხელი იყო. მას ჰქონდა რაღაც გარკვეული თავის ფონდი შექმნილი, რომელიც იავნანა დაარქვა, კარგი სახელი. ბევრი საუბრობს, რომ ის თანხები, რომელიც შედიოდა, არ ხმარდებოდა იმას, რაცაც უნდა მოხმარებოდა და აი ცხონებულმა რეზო ამაშუკელმა ამ ადამიანს თავისი გარკვეული სიტყვა თქვა როგორც ჩვევია ხოლმე და პრინციპში ეს ყველაფერი გამართდა კიდევაც. მე ხლა უნდა მივმართო მას რა ქვია ბატონ პაატა ბურჭულაძეს. რა არის ესა? წადი შვილო შენ და ლასკალაში იმღერე და თუ შენი ქვეყნის წინააღმდეგ დაიწყებ იმას რა ქვია აქ მას ბოხხმით საუბარს. იავნანამ რაკნა ქართველებს აქვს ესეთი გამოთქმა საკებარმან მეძებარმაო მე არ მაინტერესებს არავისი სოფლიოს სახელი და მისი მაღალ ნიჭიერება ჩემ ქვეყანასთან დადგეს ყველა ყველაზე სასწაული ის არის რომ ბატონ პაატას ასევე სახელოვნებო წრეებიდან ერთ-ერთმა ოდიოზურმა ფიგურამ იაფარულავამ რო აჯობა ჭკუაში აი ხა იაფარულავაც იყო ამ ნაცებთან მაგრამ ესე ბოდიში და მიწაში არ ჩაყოლია ამ ნაციონალებს ქალმა აიწყო ცხოვრება მიშასთან მეგობრობით სასტუმრო აქვს ძველ თბილისში აგერ ეხა რუსებს აგინებს აქციაზე მაგრამ აგერ მაფიის ღამეს თამაშობს იმავე რუსებთან რუსულ ენაზე Тут есть два мафиози. Давайте сейчас думайте, кто это может быть.
Убьем самого молодого. А почему? Вот самый молодой, а почему? Просто так. За удовольствие. За удовольствие, как можно? Илью, почему? Сейчас вы должны думать. Думайте. Они как в Америке, наверное, да, мафиосы? Собираем самых молодых всех. Мафия выиграла эту игру. Покажитесь, мафиози, кто вы были? დიახ, მეგობრებო, ყველა გამოიყენა ესა თუ ის სიტუაცია. სააკაშვილი ნაციონალები ზოგმა გამოიყენა ფულის საკეთებლად, ფულები იშოვეს, ზოგმა გამოიყენა იმისათვის, რომ გათხოვება მოასწრო, ზოგმა საყვარლობა მოასწრო, ზოგმა ფული შოვნა მოასწრო და ესე აიწყეს ცხოვრება. ზოგმა ვერაფერი ვერ მოასწრო და ეხლა აქვს იმედი, რომ რაღაცას იშოვის. ეხლა ეკა ნიჟარაძე, არ ვიცი, ეხლა დიდი ეხლა კორიფე არ ყოფილა და დიდი ვაშკლავი, მაგრამ ნუ რაღაცა ცოტა მოციმციმე ვაშკლავი მაინც იყო და დღეს აი სამწუხაროა, რომ აი რაღაცა ეს ადამიანებიც იქ აქციაზე დგანან, იმ აქციაზე, სადაც ადამიანებს სიკვდილითა და ცეცხლით ემუქრებიან. ნიჟარაძე ეკატერინე, მსახიობი. ვართ უკვე თითქმის 300 დღეა, არ დავიღალეთ და არ დავიღლებით, იმიტომ რომ აქ წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი. ჩვენი მშობლები, ჩვენი შვილები, ჩვენი შვილიშვილების საქართველო არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში და ამას მე მგონი უკვე ამათი ამომრჩეველიც აცნობიერებს, რომ ფლად ისე არ არის ყველაფერი როგორც მათთვის ფუთავენ და აწვიან. ვხედავთ რა ხდება, როგორც გარედან ჩანს, ძალიან დიდი არეულობა მათ გუნდშიც იჭერენ საკუთარ მინისტრებს, უდიდესი კორუფცია, აი ხა წამოსვლის წინ ნახე, საშინელება ხდება, ამათ იმიტომ უნდათ რუსეთი, რომ იქ გაიტანონ თავისი ფალსიფიცირებული სასმელი, უხარისხო ღვინო, სიგარეტი, კონტრაბანდა და ამას აჩვევენ ახალგაზრდებს, რაც ყველაზე საშინელია და შემზარავი. აი ეს მათი პარტაქტივი ახალგაზრდებიც ალბათ გონიათ, რომ ეს კარგია და რომ გაიზრდებიან ალბათ უფრო იყვნენ მათნაერები და ამას ვერავით ვერ დაუშვებთ, იმიტომ რომ ჩვენი გზა არის ევროპისკენ, ჩვენ გვინდა ევროპა, ჩვენ გვინდა ნორმალური ჯანდაცვა, ჩვენ გვინდა განათლება, ჩვენ გვინდა სასამართლო, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ეს ხალხი, ვინც აქ მდგევართ ამდენი ხანი, აუცილებლად მივიყვანთ ამ ბრძოლას ბოლომდე. იმ აქციაზე დგანან ის ხალხი, რომლებზეც ჩვენ ადრე ვსაუბრობდით, რომ არ შეიძლება გაფეტიშება ადამიანის არაფრის გამო. აი ვიღაცა ლადო აფხაზავა, რომელიც ცეკვა თამაშისა და ტინგიცობის გამო საქართველოში რამაც ხელის გულზე აიყვანეს, იმიტომ რომ რაღაცა დასავლეთმა დააჯილდოვა და ესე ჩაწყობილი კარტი იყო, რომ შემდგომში ეს ადამიანი გამოყენებული იყო აი აქ ამ რევოლუციური გეგმებისათვის. ესეც იქ დგას. ეხლა იქიდან ბავშვებთან ტინგიცობის შემდგომ უკვე რუსთაველზე გადაწყვიტა რაღაცა აი თავისი გაუნათლებელი და თავისი უწიგნური ესე იგი მეტყველების უნარით გადმოსცეს რაც პრინციპში მოსახლეობისთვის არის უცხო და გაუგებარი. ამდენი ხალხი ქუჩაშია გამოსული და სად ჩატარდა არჩევნები? აი ძალით მიკროავტობუსებით ძალით მიყვანილი ხალხით ტარდება არჩევნები. არჩევნები არის ადამიანის ნების გამოხატვა. დემოკრატიის დროს ხალხი არის დემოკრატიის წყარო და ხალხი არჩევნებში არ მიდის და მიყავენ მიკროავტობუსებით და ესაა არჩევნები. არჩევნებზე ადამიანებს უნდა უხაროდეთ მისვლა, უნდა უხაროდეს იმ პროცესებში ჩართვა, რასაც ქვია ქვეყნის მმართველობაში ჩართვა. აი ხალხი რომ იმ დონემდე მივა, რომ არჩევნებზე მისულ სწორ არჩევანს, როდესაც გააკეთებს მის არჩევანს და სწორად დაფიქსირდება და სამართლიანი არჩევნები დაფიქსირდება, აი მეორე წელს უფრო ხალისით მივა. არასოდეს არ სწორი არჩევანი არ დაუფასდა ადამიანებს, იმიტომ რომ ხან აი ჩვენ ხო ვიცით რომ გაყავდა აი გუშინ გამოაცხადეს რომ ფარულობა რომელიც უნდა ყოფილიყო არჩევნებზე კი ბატონო შარშანაც გაჟონა და დღესაც გაჟონავს გვახარა იმან რა ქვია ცესკოს ხელმძღვანელმა
რომელ არჩევნებზეა თამაშია ეს ყველაფერი და ჩვენ ეს თამაში რომ არ გვიდა მონაწილეობა უკვე ქუჩაში გამოვედით ხალხი. ხელმოწერილი ჟურნალისტი, რომელიც ბერა ივანიშვილსა და ბიძინა ივანიშვილს სააკაშვილის პერიოდში სიყვარულს უხსნიდა და ლაპარაკობდა რომ ბიძინა ივანიშვილზე უკეთესი ამ ქვეყნაზე არავინ არ არისო, აგერ ეხა აქციაზე გამობძანდა და როდესაც ეს 4 ოქტომბერი ჩაიშალა, ჩხუბი ატეხა იგივე ამ აქციის მონაწილეებთან, იმიტომ რომ მიხვდა რომ მისი აღსასრულის დღეს დადგა, იმიტომ რომ გამოძიება დასვამს კითხვებს თუ რა რისთვის აგროვებდა ის ფულს, სად მიდიოდა ეს ფული და ნუ გასაგებია რატო ჩხუბობს ეხლა ქალბატონი ნანუკა. ეს ყველა ეს ხალხი რომლებიც იქ იყვნენ შეკრებილი და დღეს ეხლა ბევრი რომლებიც ჯერ კიდევ თავისუფლებაზეა გამოდიან და ლაპარაკობენ 4 ესე იგი ოქტომბერი იყო რაღაცას ბრძოლა ტირანიის წინააღმდეგო და მშვიდობიანი დამხობაზე ლაპარაკობდნენ გახსოვთ რა მშვიდობიან დამხობაზე ჯერ ერთი რო საუბრობენ რომ იქო პრეზიდენტის სასახლესთან ღობეო ძალიან ისე იდგაო და ერთი ხელის კვრითო წაიქცაო ნახეთ აგერ როგორი ძალისმიერი როგორ ესე იგი ბრძოლის შედეგად იქნა აღებული შტორმის შედეგად პრეზიდენტის რეზიდენციის ეს მიდამოები ნუ შიგნით ვერ შევიდნენ მაგრამ განგრევა იმ ღობისა ძალისმიერად რომ მოხდა აქედანაც ხო ჩანს და ისინი შედიან პრეზიდენტის სასახლეში A few moments later სპეციალური დანიშნულების რაზმი გამოვიდა ეზოში ეს არის იმის ბრალი, ჩემო მეგობრებო, რომ ჩვენ პრინციპში ეს ხალხი აქამდე მივიყვანეთ ეხლა რომ აი ეს გაეკეთებინათ. პრევენციული ზომები რომ მიგვეღო და აქციამდე რომ ეს ხალხი დაპატიმრებული იყო, შეწესით უკეთესი იქნებოდა. დღესაც აი ბედავენ და დღესაც აქცია ჩაატარეს, შემდგომშიაც აქციებს გეგმავენ და გაუგებარი აი 4 ოქტომბრის მერე მე მეგონა რომ ესენი საერთოდ ცხვის ვერ გამოყოფდნენ ქუჩა. კიდე როცა სახელმწიფო გადატრიალების ცდელობა ქონა, გადაურჩა ზოგიერთები, კიდე როგორ ბედავენ ეს ხალხი ქუჩაში გამოსვლას, გზის გადაკეტვას, გინებას, ლანძღვას, აი მე არ ვიცი, ჩემთვის გაუგებარია ეს ყველაფერი. და აი ეს ყველაფერს ამას ქმნის ჩვენი ეგრეთ წოდებული კრიტიკული მედია, როგორც თვითონ თავის თავს დაარქვეს, მედია, რომელიც ორიენტირებულია იმაზე, რომ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება მოხდეს. ეხლა აი ატყობდი თქვენ ეს ღობე რომ გაანგრიეს, როგორც წიკვინებდა იქ ერთი ჟურნალისტი და მე მეწოდება ეს ხალხი რატო იცი, ზოგიერთი არის ნიჭიერი მართლაც ახალგაზრდა და მისი ნიჭი შეიძლება სახელმწიფოსთვის გამოყენებული ყოფილიყო სხვა მიმართულებით, იმიტომ რომ აი შეხედავ მაგალითად ჩემთანაც მოსულან ეს ნაციონალები რაღაცა ინტერვიუზე და უყურებ აი ლამაზი გოგოა ისეთი აი გეგონება რომ სანამ პის გააღებ იფიქრებ აი მართლა ანგელოზივით გოგოა რა მართლაც რომ აი მოდი რა ეს ადამიანი ჯობია ჩვენ ქვეყნის სამსახურში ჩავაყენოთ მაგრამ ნუ მერე რომ აი მოიხო მას დაიწყებენ საუბარს უკვე იქ ყველაფერი მთავრდება აი ხა მე ვაკვირდები ამ ტევ პირველს და აი ხლა იცით რა არის ყველაზე ისეთი დივერსიფიკაცია რომ მოვახდინოთ ჩვენ აი ამ სიტუაციის ყველაზე ცუდი ის არის რომ აი ნიჭიერ ხალხს იყენებს ეს ნაცხროვა ახლა ეს რუსუდან დუმბაძეა ერთი აი ქალბატონი რომელიც ახალგაზრდა გოგონა ქალბატონი პრინციპში არ არის და მე ძალიან მწყინს რომ აი ესეთი ადამიანების დაღუპვა დაიწყო თავიანთი მიზნებისათვის ნაცმოძრაობა. წილებს რომელიც ლანჩხუთიდან ჩამოვიდა და ჩვენ სავარაუდოდ რუსთაველის გამზირზე ვნახავთ სხვა ადამიანებსაც, რომლებიც სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოვლენ რუსთაველის გამზირზე თბილისში. დაყავთ ეს გოგო იქა ქუჩაში, რაღაცა ისეთი ხელმოცარულ აქციებზე და როცა შეიძლებოდა ეს ადამიანი მაგალითად გამოყენებული იყო რაღაცა ისეთი სიუჟეტების, ისეთი ჟურნალისტური რაღაცა საგამოძიებო თუ ეკონომიკური ბლოკის მაგალითად სიუჟეტების შესაქმნელად, რომელიც ქვეყანას დაეხმარებოდა და არ იქნებოდა ეს ადამიანი გამოყენებული იმისათვის, რომ საქართველოში სისხლისღვრიის პროვოცირება მომხდარიყო. ბევრი ნიჭიერი ჟურნალისტი, ბევრი ნიჭიერი ადამიანი ნაცხროვამ გასვარა გესმით და მე რო გაისვრებიან მე ძნელია ამ ადამიანების უკვე გათეთრება და მე მოუწოდებ იგივე აი ამ შვენიერ ლამაზ ქალბატონს
რუსუდან დუმბაძეს, კიდევ უამრავ ჟურნალისტს, რომლებიც არიან აი ამ ტელევიზიებში, რომ იცით რა არის, ბოლომ კიდე აი რაღაცა შანსი მაინც დაიტოვეთ, რომ ამ ქვეყანაში იცხოვროთ და საერთოდ თქვენ საქმიანობა გააგრძელოთ, იმიტომ რომ ფაშისტური გერმანია, როდესაც დამარცხა და მაშინ აი ამ ნაცისტების მხარეზე და ნაცისტების გვერდზე მდგარ ჟურნალისტებსა და ხელოვნებს ასევე მოუწიათ პასუხისგაცემა იმისათვის, რომ ისინი ბოროტებას ემსახურებოდნენ და არ გინათ საქართველოს მტრების მხარეს დგომა. მოდით და ქვეყანას ედექით. კი ბატონო, გააკეთეთ კრიტიკული სიუჟეტები, ვინ გეუნებათ, რომ არ უნდა იყოთ კრიტიკულები. პირიქით, უნდა იყოთ, მაგრამ არ უნდა იდგეთ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების გვერდით. ჩემთვის იყო აი ძალიან გულდასაწყვეტი ისეთი ჟურნალისტების რაღაცა გაორება, რომლებიც მე მახსოვს, რომ ადრე სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ რაღაც გარკვეულ სიუჟეტებს, სტატიებს აკეთებდნენ და დღეს ეს ხალხი მუშაობენ სახელმწიფო არხზე, პირველ არხზე, აქვს ძალიან ისეთი ნორმალური და კარგი ხელფასები და იმავდროულად თანაუგრძნობენ აი ამ ნაცხროვის ელემენტებს. აი ბელა ზაქაიძე, რომელიც მაგალითად იყო ეს გოგონა, მუშაობდა მე როგორც მახსოვს პალიტრაში, კვირის პალიტრაში იყო, როგორც მახსოვს. მე მეცხრე არხზე იყო, თუ არ ვცდები, შეიძლება მეშლება და დღეს ეხლა პირველ არხზე არის. და იმ დღეს გამოვიდა და აი ეს რო გამოვიდნენ ეგრეთ წოდებული სინდისის პატიმრები, ცრემლებს აღვარღვარებდა, როდესაც აი ლაპარაკობდნენ და მას მიკროფონი ეჭირა. მე არ ვიცი ეხლა რატო აღვარღვარებდა ეს ჟურნალისტი ცრემლებს, რა არის აქ ეს ადამიანები არ ესროდნენ მოლოტოვის კოქტეილს პოლიციას, არ იწევდნენ მთავრობის სასახლესთან, თუ არ ქმნიდნენ პრობლემებს. ან რო გამოდის და მაგალითად ეხლა სოლიდარობას უცხადებს იმას, რომ ესე იგი ეს ამაღლობელი ყოფილა თურმე უკანონოდ დასჯილი. მხოლოდ მოკლე სტატუსები და იმის თქმა, რომ გმობ ძალადობას უკვე აღარ არის საკმარისი, უნდა კონკრეტულად ვთქვათ და კონკრეტულად უნდა ვიმოქმედოთ, უნდა გამოვხატოთ როგორც აქციებში მონაწილეობაში ჩვენი პოზიცია, ასევე ჩვენს რეპორტაჟებში, შეკითხვებში მაქსიმალურად მწვავე შეკითხვები უნდა დაუსვათ კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც არიან პასუხისმგებელი და ჩვენი მოქმედებებით უნდა გამოვხატოთ ჩვენი რეაქცია და არა მხოლოდ სტატუსებით, რომ გმობთ ძალადობას. გაუსაძლისია უკვე ყოველდღიურად ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერებში ასისხლიანებენ, ძვლებს უმტვრევენ. ამის ყურება უკვე შეუძლებელია, წარმოუდგენელია და ყველამ ხმა უნდა ამოვიღოთ. მიუხედავად ამისა, დღეს იყო აქცია და ნახე რომ მხოლოდ ნაწილმა შეძლო მოახერხა აქციაზე მოსვლა და საკუთარი სოლიდარობის გამოხატვა. როგორც წარმოგიდგენია ეს პროცესი, თუ სამთავრობო მედიები ხმას არ აიმაღლებენ და სისტემის წინააღმდეგ არ იტყვიან და არ გაასაჯაროებენ საკუთარ პოზიციას, თუნდაც როგორც შენ აღნიშნე, რომ რეპორტაჟები გახდეს უფრო კრიტიკული და მთავრობა აიძულოს, რომ რეაგირება მოახდინონ და დაიხიონ უკან. ყველამ ხმა უნდა აიმაღლოს. ანუ მონობას არ შევეგუებით, დაკვეთილ რეპორტაჟებს არავინ არ შეეგუება, არ ვიცი, შეიძლება ვიღაცა ჯგუფი აკეთებს ამას, მაგრამ უნდა ამოიღონ ადამიანებმა ხმა, ჟურნალისტებმა, შეუძლებელია ეხა ამ სიტუაციაში, რომ თავისი პოზიცია არ დააფიქსირონ და გააგრძელოს რაღაცა ჯგუფმა იმის კეთება, თითქოს ყველაფერი კარგად არის და პროპაგანდა და აგიტაცია ატაროს ისევ, როგორც აქამდე იყო. ეხა ის დროა, რომ ყველამ თავისი კონკრეტული პოზიცია უნდა თქვენ, როდესაც რამე პრობლემა გექნებათ, მინდა ამ ჟურნალისტ და სხვებსაც მიმართო, ვის ურეკავთ? პოლიციას ხო არ ურეკავთ? რაღაცა გასაჭირი გაქვთ, რაღაცა მაგალითად შემთხვევა მოხდა ისეთი, რომელიც პოლიციის ქვემდებარია. ვის ურეკავთ? ვის? მაინტერესებს პოლიციას, ხო? და შეიძლება პოლიციის დისკრედიტაცია მოხდეს და შემდგომში პოლიცია იყოს მოწოდების სიმაღლეზე. შეიძლება პოლიცია სილა გააწდა ჟურნალისტმა და ამისათვის არ დაისაჯოს. და თურმე პოლიციელები და თურმე ეს სისტემა ებძვის ვინ ებძვის ჟურნალისტებს? შენც ხო კარგად იცი, ბელა, რომ სააკაშვილის დღოს ერთი ტელევიზია ბჟუტავდა მაესტრო ბოლოს. იმედი რომ დაიხურა. დღეს რამდენი ტელევიზია მუშაობს, რამდენი სააგენტო მუშაობს, რამდენი პლატფორმა მუშაობს.
მაინტერესებს ერთი ვერ ხვდები თუ ასე გული შეგტკივა ამ ყველაფერს მაშინ ამ ტევ პირველი არხის მიკროფონი რო გიჭირავს და რეალურად სახელმწიფოს სამსახურში ხარ იმიტომ რომ ეს არის სახელმწიფო არხი და ჩემი გადახდილი ფული და ბევრის გადახდილი ფული დაფინანსებული ნუ გადაიღებ ამ პირველი არხის მიკროფონს ადექი და მთავარის და ფორმულას მიკროფონით გააკეთე სიუჟეტი ამ მაგალითად ამაღლობელთან დაკავშირებით დიახ, როგორც ადვოკატმა მარიამ ტაბატაძემ შესვლამდე გითხრა, ბრალის წარდგენა მისი ინფორმაციით 3 საათზე იგეგმება. ადვოკატის განცხადებით ის მანამდე შევა ბრალდებულთან. აი ეს არის პრობლემა, რომ ორმაგი სტანდარტი. თან გინდა რომ ხელისუფლებაში რაღაცა ხელისუფლებასთან დაკავშირებულ რაღაც სტრუქტურაში იყო, თან გინდა რომ ხელისუფლებას აგინო, რომ იქნება მერე შეიცვალოს თავრობა და მერე აქაც ხო უნდა დარჩი. აი ეს ორმაგი სტანდარტები არის მეგობრებო რომელიც ღუპავს ამ ქვეყანას და აი ეს არის ყველაფერი რომ იმისა რომ მე აი ამ ხალხის გამოყენება ხდება იმისთვის კი არა რომ რაღაც სიტუაცია შეიცვალოს არამედ ხალხის გამოყენება ხდება იმისათვის რომ თავიანთი პოლიტიკური მიზნები განახორციელონ ეს არის ხელოვნები ჟურნალისტები პროფესორები მასწავლებლები და ამ ადამიანებს იყენებდნენ ეხლა კი არა ყოველთვის ესე იყო ყოველთვის ესე იყოს ვიად გამსახურდიას მაგალითად ებძოდა ინტელიგენციის ხელოვნები ჟურნალისტების წარმომადგენლები ედუარდ შევარდნაძესაც ასე ებძოდნენ და უფრო ადრეც ასე იყო და ნუ სამწუხაროდ ხალხი ჭკუას ვერ სწავლობს ეხლა მაგალითად ჩვენ ხო არ გვავიწყდება ეს ხალხი როგორ გვემუქრებოდა ჩვენ აქციების წინ ალეკო ელიცაშვილი გამოდიოდა და კბილებს დაგამტრევთო ყველას იძახდა ხო ეს კაცი არისო? უწოდებ ვინც არის ნორმალური ადამიანი ამ ქვეყანაში. ვისაც უნდა ნორმალურ ქვეყანაში და ის უნდა რომ ეს ქვეყანა გახდეს ევროპის ნაწილი. აბჯარი აისხით მოემზადეთ დიდი უნებათა ხელოდაც ემატყება გვერდი. მე ეს კაცი იყო ზუსტად რომ არჩევნების დღეს მამისტოლა ხალხს უვარდებოდა იქ იმაზე რაღაცა სუფრები რო იყო გაშლილი და ცდილობდა რომ იქაც პროვოკაცია მოეწყო. ეს არის მოსიარულე პროვოკატორი და შემდგომ ამ პროვოკაციას რომ მოაწყობს ცდილობს რომ რაღაცა ტანჯულად რაღაცა წარმოაჩინოს თავი რომ რაღაცა დივიდენდები დაიწეროს. და კაცი ე კამერა. ირაკლი ხო ალეკ რისი დარღვევა არჩევნებთან პური ჭამა შეიძლება რა პური ჭამა შეიძლება ამოგნელი ვარ თქო და იმართოს მეთქო მაგრამ გეონები რომ დარღვევაა ხო რასაკეთე რა სარღვევა და კანი რა კრუსა ეწოლა პია ამიჩიდე აუ დუკანო ხალხო უნდა დაგირჩიო პოლიციელი კი არა ვარ მაგრამ დარღვევა შანტი ხარ და უწესობა ქვია კანონო ერთი შენაც გააკეთე დარღვევარი ხო შენაც გააკეთე აი ხოდა მომელი არა კაცი ვარ აბე რა იყო ბიჭო აბე აი ჩემს თოდა კაცი მამა ჩემი აბე მოიგესი კაცი აბე ლოგეშინა აბე დამიტე დაგო გაჩვენდი ერთი ხერხულია მამა ჩემი სტოლა მამა ჩემი სტოლა ორი რა იმიტოლეულე არ შეიძლება თქო გეუნები რომ გაგიშია შენ დაარიგე ისი სასმინდა ჩემი არავინ გელაკავა აი ხაჩებას რა შენი მითხარ ხანძარაკეს აი რა ეგ გავაში რასკი არა აი დეპოზიტი არ შეიძლება შენი საქმე არა ესე იგი ეს ნაცხროა ადრე
რომელიც ხელისუფლებაში იყო, გვახსოვს ზონდერ ბრიგადები ყავდათ მამაკაცების სახით. დღეს ამ ზონდერ რაღაცა სადამჟელო ფუნქციებს ასრულებს უკვე ქალბატონები. ეხლა ანა წითლიძე, რომელიც ასევე აქციების წინაც და აქციების შემდგომ როგორ იმუქრება ხედავთ. მე ვმონაწილეობ თქვენს მშვიდობიან დამხობაში. დედას გიტირებთ 4 ოქტომბერს. ასევე აი ეს ახლად გამოჩეკილი ახალგაზრდა ბავშვები, ნაცები, რომლებიც ესე იგი რაღაცა TikTok-ზე პლატფორმები ჰქონდათ 4 ოქტომბრამდე, ეხა სად არიან არ ვიცი, იგინებოდნენ, ილანძღებოდნენ და ცოცხებით იმუქრებოდნენ იმ ცოცხებით, რომლებსაც ადრე პატიმრებს უკეთებდნენ. აი ესენი სად არიან, ვინ შუობა ეს ხალხი, საიდან წარმოიშვნენ? ჩემთვის გაუგებარია. ეხლა ალბათ შემძრვალი არიან, საიდანაც გამოძრენ, იმიტომ რომ ფიქრობენ, რომ ჩვენი პასუხისგებლობის საკითხიც დადგებაო, თორე რაღაც არ ჩანან, ესე უმახიანად ვეღარ საუბრობენ. მაგრამ რა ვიცი, ხა აი როგორ შეიძლება ეს არ მოხდეს ადამიანს. აი როგორ შეიძლება ეს არ და მოდი ვთქვათ, რომ ეს დაგვჭირდება მომავალში 5 ოქტომბერს. ქართული ოცნება იმის შიშით, რომ არ მომხდარიყო ვარდების რევოლუცია, კიდევ ერთხელ. ფაქტობრივად თუ კიდე გააგრძელებენ ლიდერების დაჭერას, გარანტიას უკეთებენ საკუთარ თავს, რომ მოხდება ნეპალი. მართლა ზუმერების რევოლუცია დაგხვდება 4-ში. და მე უკვე ნეპალი მონაგონი იქმნა. ბევრმა გაიგო, მიხვდა, დაიჯერა და არანაირი პრობლემა არ აქვს მაგასთან, რომ ეს არის მიშას თაობა და მიშას თაობა მიხვდა იმას, რომ ანუ ის კაცი არ იყო ის, რასაც აკეთებდა. ესე გამოჩნდა, რომ ფაქტობრივად გარანტირებულია, რომ ქოცები როგორც კი მიდიან, ნაცები ბრუნდებიან. თან არა რაღაც ყლეობა კოალიციით და მოდი ახლა იმასთან გახარიასთან შევკრათ კოალიცია და ცოტა ლეგლს დავიმატოთ რაღაც. არა, იმენა ნაცები ბრუნდებიან. რეები გამოაგორეს ბიჭო, უკრაინელებს შევავ ტროტილი რაღაც და ჰექსაგონი თუ რაღაც ჯანდაბა და უკრაინელებს აქ რაბე რომ დომოდა, ძალიან ცუდია რომ არ უნდა. ოქტომბერი 4-ია ქოცის ტრაქში ცოცხია. ყველაზე უფრო საშინელება აი გარეწარი, ყველაზე უფრო საშინელება არის ამორალური ადამიანის ყურება. ესე იგი, კაცი, რომელიც თავისი ძმის სისხლით, თავისი ძმის მკვლელობით ცდილობს, რომ პოლიტიკური კარიერა გააკეთოს. ეს არის გოგლა ჟვანია, ზურაბ ჟვანია ძმა, რომელიც სხვათაშორის პარლამენტში შეიყვანა ბიძინა ივანიშვილმა. შემდგომ ალბათ აღმოაჩინეს რაღაცა უკეთურობა და მე ჩახსნილი იქნა ის და დღეს ეს გამოდის და იმ ხალხის გვერდი დგას, რომელი ხალხმა სწორედ იმსხვერპლა მისი ძმა. იმიტომ რომ სწორედ ნაცხროვამ სააკაშვილმა რომ იმსხვერპლა ამას თვითონ საუბრობდა და დღეს ეხლა ის ხალხი, ვინც ეხლა ქუჩაში დგას, არ არის ნაცებთან დაკავშირებული. თუ ვინმეს აქვს ილუზია იმისი, რომ თუ შეიცვლება ხელისუფლება, მაგალითად სააკაშვილი არ იქნება ამ ხელისუფლების ერთ-ერთი თვალსაჩინო ფიგურა. და ეს კაცი, აი ეს ადამიანი, რომელიც დაცლილია ყველაგვარი მორალისგან, დღეს აი აქ დგას იმ ქუჩაში და ჭკუას გვასწავლის ჩვენ. ობახიძეს მოხარების რო ეშინოდეს ქართულ საზოგადოებას, ჩვენ საზოგადოება არ ვიქნებოდით. უნებრივია და ბრძოლა გრძელდება, ვიდგებით ბოლომდე. ეს ხუხაშვილი კიდე ხო ვერ მოვიცილეთ, კაცი რომელიც ესე იგი ყოვლად ცოდნე, არასდროს პროგნოზები მისი არ მართდება, მაინც კიდევ რაღაცა თავის დასკვნებს გთავაზობს, რომელიც რაღაცა ბოდვითი აშლილობაში გადადის უკვე. სამ დღისთვის ქონდა გარკვეული ამოცანები ხო, შესასრულებელი, ერთის მხრივ მას უნდა ბატონო გია წარმოჩინდა ასევე აი ამ TV პირველისა და ფორმულას მიერ ეგრეთ წოდებული რაღაცა ქალი პუბლიცისტები, რომლებიც გამოდიან და ქალური სახე დაკარგული აქვთ და ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ აი უნდა განადგურდნენ, უნდა მოისპონ. ესეთი მეტყველების ის აქვს და მე გამოდიან და ლაპარაკობენ, რომ ჩვენო სუსტის კესის ადამიანები ვართო და ჩვენო მანდილოსნები ვართო. აი შეიძლება ახლა ეს ქალი გამოდის აქციაზე და ნახეთ ერთი პოლიციას როგორ მიმართავს და როგორ ექცევა. ზესიერად მოეკეთი მოქალაქეს! მიდუმეტეს ქალებს! არავით არის უკან გამოდერდება მანქანები. გასაგებია სპარანჩელი. გამოდერდება არ იქნება. მანქანები მოდის მანქანი, ჩემი დაყიდი მანქანი, ბიუჯეტიდან, ჩემი დაყიდი მანქანები და ისინია. დაუჩქარეთ მოძრაობა. დაუჩქარეთ მოძრაობა. ისევ მოგიწოდეთ, დაუჩქარეთ მოძრაობა.
აი ხშირად ჩვენ საუბრობთ იმის შესახებ, რომ არის შემწყნარებლობა საჭირო, არის მიმტევებლობა საჭირო, რომ მოდი ერთმანეთს ვაპატიოთ, მოდი ერთმანეთს გავუგოთ, მაგრამ შეხედეთ აგ სანდერსია თუ ვინ არის, არ ვიცი, ეს ადამიანები გამოდიან აი ამ აქციამდე იყო ეს ყველაფერი და ლაპარაკობენ იმის შესახებ, რომ თურმე ჩვენთან ცხოვრება და ჩვენთან თანაცხოვრება არ შეიძლება, რომ ჩვენ უნდა გავნადგურდეთ და მე აი ამ ადამიანებს შეიძლება რამე აეპატიოს მართლა ამ სიტყვების მერე თუ რა არასრულწლოვანია თუ უნარი არ აქვს ეხლა რომ განსაჯოს თუ რას ლაპარაკობს ჩვენ ვერ გავერთიანდებით მტერთან კი მეორე მხარეს გას მტერი მე რომ ისინი არიან ქართველები ისინი არიან საქართველოს მტრები და ჩვენ ზუსტად ვერ ვიქნებით მტერთან ქართველები საქართველოს ცოლები გაერთიანებული. ჩვენი საზოგადოება არ არის გაყოფილი. ჩვენი საზოგადოება არის გაფილტრული. და მეორე მხარეს ზუსტად ვიცით ქართველებმა ვისვებთ. კი არიან ისინი წარმოშობით ქართველები, მაგრამ საბჭოთა კავშირის პერიოდში ჩვენ ვიცით რომ ათობით ათასი ქართველი მოკვდა და მოკლეს გენოციდი მოუწყვეს ქართველ ერს და ამაში ყველაზე დიდი წვლილი ზუსტად მიუძღვის ქართველებს. არ შეიძლება ჩვენ, იმიტომ რომ წარმოშობით ვიღაც ქართველია, არ დავარქვათ მას მტერი. კი, ბიძინა ივანიშვილი ქართველია წარმოშობით, მაგრამ არის მტერი. ისევე როგორც სტალინი იყო წარმოშობით ქართველი, მაგრამ ისიც იყო საქართველოს ყველაზე დიდი მტერი. ძალიან მძიმე სიტუაციაში არის ქვეყანა. და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მოგვიწევს, რომ რადიკალური ცვლილებები განვახორციელოთ ყველა მიმართულებით და პირველ რიგში განათლების მიმართულებით და ყველა სიტუაცია, რომელიც აიხლა ჩვენ ვხედავთ, რომ ვითარდება, არის იმის შედეგი, რომ ის რაც ხორციელდებოდა და რაკეთებოდა, იყო არასწორი. ეს არასწორი იყო განათლებაში, ნაცების დატოვება, ხელოვნებაში, ნაცების დატოვება და ყველგან. იმიტომ რომ როგორც არ არსებობს ყოფილი უშიშროების თანამშრომელი, ასევე არ არსებობს ყოფილი ნაცი. ადამიანები, რომლებმაც ესე იგი ქვეყანაში მოახდინეს დაპირისპირება ისეთი, რომ შეიძლებოდა აქ სისხლი დაღვრილიყო, დინარეები, რომ მართლაც დაწყებულიყო ეს გადატრიალება ისე, რომ აი ესეთ ბოლომდე მისულიყო და მართლაც აქ მერე შემდგომში, როდესაც ესენი ხელისუფლებაში მოვიდოდნენ, კაცმარიცის რა მოხდებოდა, ესენი ყველაფერს ამას უყურებენ ისე რომ ვითომაც არაფერი მომხდარა. გაანადგურეს ინფრასტრუქტურა, დააზიანეს პოლიციელები, არ ვიცი, ქვები ესროლეს ყველა იმ სამართალდამცავს, ვინც წესრიგს იცავდა. გამოდის შემდგომ აგერ ნაცმოძრაობის ლიდერი თინათინ ბოკუჩავა და ნუ პასუხისგებლობას, რომელიც მას აკისრია, ნუ არ იღებს. თulis რომ ეს ბურჭულაძეს და ზოდელავაზე უნდა გადატყდეს ჯოხი. ეს დროს დაშავებულებზე, მათ შორის სამართალდამცველებზე, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო მძიმე, თქვენ იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას? მე? დიახ, თქვენ. სხვა კითხვები გააქვთ? არ პასუხობთ, იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას ქალბატონო? სხვა კითხვა გააქვთ? მეგობრებო, ესე ნამდვილად არ უნდა გაგრძელდეს, ყველაფერს უნდა წერტილი დაესვას. და ერთხელ და სამუდამოდ ჩვენმა ქვეყანამ უნდა დაასრულოს ნაცებზე და ნაცსექტანტებზე საუბარი. ეხლა მაინც ყველაზე დიდი სირცხვილი არის, რომ კიდე აქციებს მართავს ეს ხალხი. მარტო დაკავებები კი არ არის, უნდა გაიწმინდოს ეს ყველაფერი, გამოირთოს ეს ტელევიზია და ქვეყანამ დაიწყოს ახალი სუნთქვით ცხოვრება. აი, როდესაც ლუკაშენკოს მიმართ იყო ასეთი გადატრიალებების ცდილობები, ლუკაშენკომ ადგა და მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომ ქვეყანა გაანთავისუფლა ისევე დასავლეთის აგენტურისგან. თორე ბელორუსშიც ესეთივე სიტუაცია იყო. თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმაც იგივე გააკეთა, ალიევმაც იგივე ჩვენ კი ველოდებით დასავლეთმა რა უნდა თქვას, ამერიკამ რა უნდა თქვას, ამ დროს ბოდიში და ფეხებზე ვკიდივართ ამ ამერიკასაც დასავლეთსაც, პირიქით ისინი ფიქრობენ, რომ ნაცები დააბრუნონ, მაგრამ ჩვენ მაინც ესე იგი მელას თავის მახრჩობელა უყარდაო, აი ესეთი პოლიტიკა გვაქვს. ჩვენ თუ ამ პოლიტიკას ვატარებთ, რომ სამხრივი მეგობრობის, ცალხრივი სიყვარულის პოლიტიკას, მე არ ვიცი, ეგეთი რამე არ არსებობს. არც ბუნებაში, არც რაიმე სადმე. სამხრივი მეგობრობის პოზიციაში რატო უნდა ვიყოთ დასავლეთთან? ვეხვდები, როდესაც დასავლეთი 30 წელია გვებძვის ჩვენ. აი რატო უნდა ვიყოთ გეკითხები ჩვენ?
და რატო არ უნდა ვიყოთ იმ ქვეყანასთან იგივე მეგობრულ ურთიერთობაში, რომელიც ხელს გვიწვნის და გვეუბნება, რომ პრობლემები აღმოფხრათ, რაც არის დაგროვებული. არა, ჩვენ გვინდა იმ ჩვენი ისტორიული მოწინააღმდეგებისა და მტრების გვერდით ვიდგეთ, რომლებიც გვანადგურებდნენ საუკუნეებია. სწორედ დიდი ბრიტანეთის დამსახურებაა ის, რომ ლორე დავკარგეთ, დიდი ბრიტანეთის დამსახურებაა და დასავლეთის და ამერიკის, რომ ჩვენ ტაო დავკარგეთ და მათი დამსახურებაა ის, რომ საქართველოში 30 წელია ქვეყანა ნადგურდება, ქვეყანა კარგავს სუვერენიტეტს, ერთი საწარმო არ შექმნილა და ვინც კი ყველაზე კარგად გრძნობთ, მათი აგენტურა. რამე გაკეთდა ამ ქვეყანაში გარდა იმისა, რომ NGO-ები შეიქმნა და მათი გარკვეული პლაცდარმი, ტელევიზიები და პარტიები. სხვა მეტი არაფერში ფული არ დახარჯულა. ყველაზე უკეთ საქართველოში გრძნობს თავს დასავლეთის აგენტურა. ქართველი ხალხი მშიერია. ის ფული, რომელიც დასავლეთმა დახარჯა საქართველოში აი ამ ადამიანების გამოსაკვებათა და დასაფინანსებლად, ერთი 20 საწარმო გაკეთდებოდა, სადაც ერთი 10-20,000 კაცი იმუშავებდა. მაგრამ ეს მათ არ აინტერესებთ. მათ ქართველი ხალხი ფეხებზე კიდიათ. ეს ქვეყანა უნდა იყოს მახათის ფუნქციის მატარებელი, რომელიც უჩხლებს რუსეთს. სხვა ფუნქცია ჩვენ საქართველოს დასავლეთმა არ მიანიჭა. ამიტომ ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ყველაფერი და ქვეყანა უნდა გადავიყვანოთ ახალ რელსებზე. ამით მე მინდა დაგემშვიდობოთ ძვირფასო მაყურებლებო, ჩვენ შევხვდებით უკვე ერთმანეთს ხვალ საღამოს 9 საათზე, კარგად ბრძანდებოდეთ.